რუსთავის სპორტის სასახლემ კიბერსპორტის ამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა საქართველოს ისტორიაში კიბერფეხბურთის ყველაზე მასშტაბურ ტურნირში 300-მდე მოყვარული სპორტსმენი იყო ჩართული. გამარჯვებულ სპორტსმენს რუსთავის თასი 2025 და ფულადი ჯილდო ტურნირის ყველა მონაწილეს კი რუსთავის მერიის სპეციალური საჩუქარი გადაეცა. ტურნირები საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და ივნისში მესტიაში დასრულდება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100,000 ლარია. პროექტის მიზანი რეგიონებში კიბერფეხბურთის ხელმისაწვდომობა და განვითარება. რუსთავის თასი 2025-ში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ახალგაზრდამ. კიბერსპორტი დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით კიბერფეხბურთით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. რუსთავის სპორტის სასახლემ მისცა ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ შეკრებილიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ მასშტაბურ ტურნირში. ძალიან დიდი მადლობა ქალაქ რუსთავს იმისთვის, რომ ესეთი დღესასწაული აჩუქა კიბერფეხბურთელებს ამ დისციპლინის მოყვარულებისთვის ეს მართლა დიდი ზეიმია, იმიტომ რომ ესეთი ყურადღება არ გვიგვზნია ჩვენ არასდროს. დიდი მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, ქალაქ რუსთავს. თავი ის არის, რომ რუსთავის თასის გამარჯვებული ამით არ დასრულდებულა, მიდის მესტიაში და უნდა გამოვლინდეს საქართველოს თასის მფლობელი, რაც კიდევ უფრო გრანდიოზულს ქმნის და ამ პროექტს უფრო გრანდიოზულობას ძენს. ძალიან ბევრი ბრძოლის შემდეგ მოვხდი ფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო კიბერფეხბურთის ფედერაციას, რომ ესეთ კარგ ტურნირს ატარებს და ჩაატარებს კიდევ ვიცი ბევრ ქალაქში და წარმატებები უსურვო ყველას.